პირველ საუკუნეში ქრისტიანებშივე გავრცელდა ასეთი ცრუ სწავლება, რომ თითქოს მკვდრები არ აღდგებიანო. ესე იგი, მომავალში ქრისტეს მოსვლისას ეს მკვდართა აღდგომა აღარ იქნებაო. ეს სწავლება გავრცელებული იყო ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებში, ასე ვთქვათ, ფეხს იკიდებდა. აი ეს სწავლება მოარული ინფორმაცია იყო კორინთელ ქრისტიანებში და სწორედ აი ამ პრობლემის აღმოსაფხრელად ღმერთმა პავლე მოციქულს დააწერინა კორინთელთა წერილი, რომელიც დღეს ბიბლიაშია შესული კორინთელთა პირველი წერილის სახით. პავლე მოციქული წერს კორინთელ ქრისტიანებს, რომ როცა ჩვენო მოციქულებიო თქვენთან მოვედითო, გიქადაგეთო იესო ქრისტეს შესახებო, რომ იგი მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, იგი დამარხული იქნა და იგი მესამე დღეს აღდგა მკვდრეთითო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ როცა ქადაგებთო, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთითო, მაშინ როგორ ამბობსო ზოგიერთი თქვენგანიო, რომ არ არსებობს მკვდართა აღდგომაო, რომ არ აღდგებიან მკვდრებიო, როგორ ამბობსო ამასო ზოგიერთი თქვენგანიო. ესე იგი, ეს იმდენად დიდი პრობლემა იყო, ზოგადად ერთსაც რო ეთქვა ეს, რომ მკვდრები არ აღდგებიანო, ესეც უკვე პრობლემა იყო, რომ დანარჩენ სხვა ქრისტიანებშიც არ გავრცელებულიყო ეს ცრუ სწავლება და ამისათვის ღმერთმა ჩათვალა აუცილებლობად, რომ აი ეს გასაკრიტიკებელი წერილი მიეწერა პავლე მოციქულს კორინთელი ქრისტიანებისადმი. და პავლეს წერს, რომ თუ მკვდრები არ აღდგებიანო, ესე იგი აი ეს გარდაცვლილებიო, ვინც ქრისტეს ირწმუნა და უკვე გარდაიცვალნენ, თუ ისინი მომავალში არ აღდგებიან მკვდრეთითო, მაშინო ჩვენი ქადაგებაო და ჩვენი მთელი მოღვაწეობაო, ჩვენი მოციქულებისაო და ასევე თქვენიცო, თქვენი რწმენაცო, ესე იგი ჩვენი ყველას რწმენა და ყველას ქრისტიანული ცხოვრება არისო აბსოლუტურად ფუჭიო. თუ მკვდრები არ აღდგებიანო, მაშინო არც ქრისტე აღმდგარაო. ესე იგი, ამ მოციქულმა, პავლე მოციქულმა, ფაქტიურად ღმერთმა პავლე მოციქულის მეშვეობით წარმოაჩინა პირდაპირ პროპორციულობა, ასე ვთქვათ, ქრისტეს აღდგომასა და ქრისტეს მიმდევართა აღდგომას შორის, რომ ქრისტე რო აღდგა მკვდრეთით, ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში ქრისტეს მოსვლისას ქრისტიანებიც, ვინც გარდაცვლილები იქნებიან იმ დროს, ყველა აღდგება მკვდრეთით. ამავე დროს ღმერთი ჩვენ იმასაც გვეუბნება საღვთო წერილიდან, რომ მომავალში აბსოლუტურად ყველა ადამიანი აღდგება მკვდრეთით. ეს იქნება ქრისტეს მოსვლის შემდეგ, ესე იგი 1000 წლიანი პერიოდი, რომ გავა ქრისტეს მეფობის 1000 წლიანი პერიოდი, ამის შემდეგ იქნება ეს საყოველთაო მკვდართა აღდგომა. ყველა ვინც კი მომკვდარა, ყველა აღდგება მკვდრეთით და ყველას ექნება თავთავისი სხეულები. და უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, ზოგი წავა სამარადისო სატანჯველში და ზოგი გადავა ღვთის მიერ შექმნილ ახალ სასა და ახალ მიწაზე, ესე იგი, რომელიც არის უკვე აღთქმული მიწა ქრისტიანებისთვის მიცემული. ჩვენთვის, ესე იგი, ვისაც გვწამს იესო ქრისტესი და ვინც ქრისტეს მოძღვრებას მივდევთ. დღევანდელობაში საქართველოში არის ასეთი გავრცელებული, ასე ვთქვათ, მოსახლეობაში ასე თუ ისე ინფორმაცია, რომ ეს მკვდართა აღდგომა არის რაღაცა ზღაპარი. ზოგს გონია, რომ ეს მკვდართა აღდგომა არის მოგონილი რომელიღაცა სექტისა. ამ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეების მოგონილიაო. ზოგს უბრალოდ ზოგს ამისი არ სჯერა, ასე ვთქვათ. და
არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც რო უყურებენ ადამიანი მოკვდა, მისი გვამი დაიმარხა მიწაში და მიწად გადაიქცა, ამას არაფერი ეშველებაო. ეხლა ეს ზოგადად ქრისტიანულად ასეც არის, იმ სხეულს აღარაფერი ეშველება, რა თქმა უნდა. ქრისტე ჩვენ ქრისტიანებს ბიბლიიდან გვასწავლის იმას, რომ აღდგომისას ყველა აღდგება სხვანაირი უხრწნელი სხეულით, განდიდებული სხეულით და არა იმ კონკრეტული სხეულით, რომელიც ჰქონდა მანამდე. და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავის დროზე, ესე იგი, ღმერთმა ადამიანს შექმნა მიწისაგან, მიწაში რა ელემენტებიც არის ადამიანის სხეული შედგება იმ ელემენტებისაგან და ეს სასწაული იყო, ხო? ესეც კი იყო თავის დროზე სასწაული და ღმერთს შესწევს იმისი ძალაც, რომ მკვდრეთით აღადგინოს უკვე განახლებული სხვანაირი განდიდებული სხეულით თითოეული მისი მორწმუნე და მოიმედე და ასევე ისეთი ადამიანებიც აღადგინოს მკვდრეთით ისეთი ადამიანები ვთქვათ, ვინც ეს უკვე ამას უკვე ღმერთი გადაწყვეტს, ასე ვთქვათ. ვის აღადგენს მკვდრეთით და ვის არა, ვთქვათ, ვიღაცა არ იყო მორწმუნე რაღაცის გამო ვთქვათ. და ღმერთმა ჩათვალოს თავისთვის, რომ ისიც აღადგინოს მკვდრეთით. ეხლა მე ხო არ ვიცი, მაგალითად პატარა ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა, ვთქვათ, თუნდაც 5 წლის. იმან არაფერი იცოდა იესო ქრისტეს შესახებ. ეხლა აი ასეთ ადამიანებზე ჩვენ ხო ბევრი არაფერი ვიცით, არა, ეს უკვე ღმერთმა იცის თვითონ რას და როგორ გააკეთებს. მაგრამ უკვე ზრდასრული ადამიანები, ვინც იესო ქრისტეს შესახებ მოისმინეს, გაიგეს, ირწმუნეს და ქრისტეს მოძღვრებაში დამკვიდრდნენ, აი ასეთი ქრისტიანები მართალთა მკვდრეთით აღდგომას დაექვემდებარებიან და ქრისტეს მოსვლისას ასეთები აღდგებიან მკვდრეთით. ხოლო ვინც ზრდასრულმა ადამიანმა, რომელმაც მოისმინა იესო ქრისტეს შესახებ ინფორმაცია და ამას არ ჩაუღრმავდა რაღაცა მიზეზების გამო არ ჩაუღრმავდა და არ გაჰყვა ქრისტეს მოძღვრებას, ესე იგი შეგნებულად, ის არ დაექვემდებარება მართალთა მკვდრეთით აღდგომას. და ის მერე აღდგება, ესე იგი საყოველთაო აღდგომის დროს. თვითონ ეს ღვთის სიტყვებია, რომ ესე იგი ყველა ვინც სახარებას ირწმუნებს, ყველა გადარჩება და აღარ განიკითხება თავისი ცოდვების გამო და ყველა ვინც იესო ქრისტეს სახარებას, აი ამ სასიხარულო ამბავს ცოდვისგან გამოსყიდვაზე, აი ამ იესო ქრისტესადმი რწმენით გადარჩენაზე, ესე იგი დაიჯერებს აი ამ ამბავს, ყველა დაექვემდებარება მართალთა მკვდრეთით აღდგომას და ქრისტესთან ერთად ყველა მათგანი იმეფებს 1000 წლით. მომავალში, ესე იგი, ქრისტეს მოსვლისას ეს რა მეფობა იქნება, როგორი მართლობა იქნება, ეს დაწვრილებით ბიბლიაში არ არის მოცემული, თუმცა არის გარკვეული ინფორმაციები ბიბლიაში, ასე ვთქვათ, გაბნეული. და ბიბლიის მკითხველი ამას წაიკითხავს და გარკვეული ინფორმაცია ექნება ამაზე. ესე იგი, მკვდრეთით აღდგომის უარყოფის მცდელობები, ესე იგი, მკვდართა აღდგომის უარყოფის მცდელობები იყო პირველ საუკუნეშივე. და ამ შემთხვევაში გასაკვირი არ არის, რომ დღესაც არის ამისი მცდელობები. ვიღაცებს ამისი არ სჯერათ. თვითონ ქრისტიანებშივე იყო ასეთი მოარული ინფორმაცია, აგერ კორინთოში, ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებში გავრცელდა ასეთი აზრი, რომ მკვდრები არ აღდგებიანო. და ამ აზრის აღმოსაფხრელად ღმერთმა პავლეს დააწერინა აი ეს კორინთელთა წერილი. შესაბამისად, ესე იგი, თუკი ადრე იყო აუცილებელი ამისი ცოდნა,
რომ ეს მკვდართა აღდგომა ნამდვილად ღვთის მოძღვრებაა და ეს არ არის ადამიანური, ეს არ არის ვიღაცისგან გამოგონილი, ამა თუ იმ სექტისგან გამოგონილი, ამა თუ იმ დიდი თუ მცირე ჯგუფისგან, ორგანიზაციისგან გამოგონილი, არამედ ეს არის ღვთის მიერ დადგენილი. უნდა ვთქვათ ის, რომ ესე იგი არის თუ არა ეს დასაჯერებელი. მკვდართა აღდგომა, აი ესეთი კითხვა რო დავსვათ. პირველ რიგში ადამიანს თუ სჯერა, ესე იგი სწამს რწმენა აქვს აი იმისა, რომ ღმერთმა თავისი სიტყვის მეშვეობით შექმნა აი ეს მთელი ამხელა პლანეტა, ამხელა ზღვები, ამდენი წყალი, ხმელეთი, მთელი რიგი სულდგმული, ასე ვთქვათ, მთელი რიგი ორგანიზმები ღმერთმა შექმნა თავისი სიტყვით და რა თქმა უნდა ეს არის სასწაული, რა თქმა უნდა. ადამიანს თუ ამისი სჯერა და უკვე მორწმუნეა იგი, მით უმეტეს რა დიდი დაუჯერებლობა არის იმაში, რომ ღმერთი ყველა თავის მოიმედეს და მორწმუნეს ახადგენს მკვდრეთით. რატომ არის ეს დაუჯერებელი? არ უნდა იყოს. წესით ეს დაუჯერებელი არ უნდა იყოს. ესე იგი, მორწმუნე პიროვნება, ვინც დასაწყისიდანვე მისდევს ღვთის მოძღვრებას, დასაწყისიდანვე, ესე იგი, აი ბიბლიას ჩვენ გადავშლით და იქ არის ჩაწერილი, რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა და მერე აღწერილია როგორ შექმნა კონკრეტულად არის უკვე ჩამოთვლილი, ხო, იქ მცენარეები როდის შეიქმნა ისინი. აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ღმერთი გვაწვდის, ესე იგი ბიბლიის დასაწყისშივე და თუ მე ბიბლიის მკითხველმა აი ეს დავიჯერე, უკვე ვირწმუნე, ესე იგი მე ღმერთს მივყვები ბოლომდე და უკვე ახალი აღთქმის წიგნებში მკაფიოდ რო არის მოცემული ინფორმაცია, რომ ქრისტე ყველა თავის მორწმუნეს ახადგენს მკვდრეთით, ესეც უკვე მჯერა, იმიტომ რომ თუ დავიჯერე სამყაროს შექმნა ღვთის სიტყვის მიერ, სასწაულია ეს, მით უმეტეს რა არის დაუჯერებლობა იმაში, რომ ქრისტე ყველა თავის მორწმუნეს აღადგენს მკვდრეთით. ესე იგი, ამასაც მე ვიჯერებ. ესე იგი, მკვდართა აღდგომის მოძღვრებასაც ვიჯერებ. ხოლო თუ მე ბიბლიის მკითხველი არ ვიჯერებ ბიბლიაში, ბიბლიის პირველივე ფურცლებზე ჩაწერილი ინფორმაციას, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო თავისი სიტყვით, თუ ამისი მე არ მჯერა, მაშინ მე აპრიორი, ესე იგი, წინ მე აღარ დავიჯერებ ქრისტეს მოძღვრებასაც. იმიტომ რომ მთლიანობაში ეს ბიბლია არის მთლიანობაში მოყოლებული დაბადებიდან დამთავრებული გამოცხადებამდე, ეს არის მთლიანად ქრისტეს ამ წიგნებში არის ქრისტეს მოძღვრება მოცემული, ხო, ესე იგი. გაბნეული სახით, ასე არ არის, ესე იგი, და ასევე ღმერთისა და ადამიანების ურთიერთობა, ასევე არის ადამიანების ერთმანეთში ურთიერთობის ინფორმაციებიც მოცემული, ამბებია გადმოცემული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ღმერთთან არასწორი ურთიერთობის ფორმებიც არის გადმოცემული ბიბლიაში. ბიბლიაში ასევე არის ჩაწერილი, ასე ვთქვათ, სატანის მოძღვრებები და სატანის მოძღვრებების მხილებაც არის, ხო? ესე იგი, რომ სატანა არსებობს, ამას ბიბლიდან ღმერთი გვაგებინებს და რა მექანიზმები აქვს სატანას, რომ ადამიანები შეაცდინოს. აი ეს ამ ყველაფერზეც ღმერთი გვაწვდის ინფორმაციას. ასევე ღმერთი, რა თქმა უნდა, გვაწვდის ინფორმაციას თავისი მოძღვრების შესახებ, თუ აი რა თუ როგორ უნდა გადავრჩეთ ჩვენ, როგორ უნდა გადავრჩეთ, ესე იგი, და შესაბამისად ღმერთი ყველანაირად ადამიანებს აწვდის ინფორმაციას, ყველანაირად ღმერთი ადამიანებს ეხმარება სწორ გზაზე დადგომაში. აი ამაშია საქმე, ესე იგი, და თუ ადამიანი დასაწყისიდანვე
დაიჯერებს ღვთის მოძღვრებას, იგი ბოლომდე დაიჯერებს. თუ დასაწყისიდანვე არ დაიჯერებს, იგი ბოლომდე არ დაიჯერებს. თვითონ იესო ქრისტემ თქვა ასეთი რაღაცა. თვითონ იესომ თქვა, რომ ყველასო, ვისაც ჩემი სწამსო, ყველას აღვადგენ მკვდრეთით უკანასკნელ დღესო. ესე იგი, ჩემი მოსვლისასო, ყველას აღვადგენ მკვდრეთითო. ამავე დროს სულიწმინდის შთაგონებით პავლე მოციქულმა დაწერა მრავალი წერილი, რომელიც წერილებიც დაუგზავნა სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ქრისტიანებს. მათ შორის არის ეს კორინთელთა პირველი წერილიც, სადაც პავლე მოციქული საუბრობს მკვდართა აღდგომაზე, რომ ეს მკვდართა აღდგომა აუცილებლად იქნება, რომ ამის რწმენა უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს. თუ ქრისტიანებს არ ექნებათ რწმენა იმისა, რომ მკვდრები აღდგებიან ქრისტეს მოსვლისას, მაშინ მათი ქრისტიანობა არის ფუჭი და აზრი არ აქვს. ესე იგი, თუ ადამიანი ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარო და ამ დროს არ სჯერა მკვდართა აღდგომისა, მაშინ ის არის მატყუარა ადამიანი, არა გულწრფელია და მინიმუმ არაფერი გაეგება ქრისტიანობისა. მინიმუმ. ამავე დროს პავლეს წერილებიდან ერთ-ერთი არის თესალონიკელთა წერილი. ესე იგი, პავლე მოციქულმა ქალაქ თესალონიკეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა წერილი, სადაც იგი თესალონიკელ ქრისტიანებს მანუგეშებელ სიტყვებს წერს და ეუბნება ასეთ რამეს, რომ არ მინდა ძმებოვო, უცოდინარნი იყოთო გარდაცვლილთა თაობაზეო, არ მინდა უცოდინარნი იყოთ იმათ მსგავსათო, ვისაც რწმენა არ გააჩნიაო. თუ ჩვენ გვწამსო, რომ ესე იგი ქრისტე აღდგა მკვდრეთითო, მაშინო ქრისტეში გარდაცვლილებიცო აღდგებიან მკვდრეთითო და ჩვენო აქ დარჩენილებიო ვერ დავასწრებთო გარდაცვლილ ქრისტიანებსო, არამედ ჯერ ისინი უხრწნელი სხეულებით აღდგებიან მკვდრეთითო, ესე იგი არა ძველი სხეულებით, არამედ ახალი უხრწნელი განდიდებული სხეულებით აღდგებიან მკვდრეთითო და შემდეგ ჩვენცო აქ დარჩენილებიო, ვინც ვიქნებითო, ესე იგი ვინც იმ დროს გარდაცვლილები არ ვიქნებითო და იმ დროსო შევიცვლებითო, ესე იგი ჩვენ სხეული გამოგვეცვლებაო. აი მაგალითად ახლა მე მაქვს აი ესეთი სხეული, რომელიც ექვემდებარება ხრწნას. იხრწნება, ესე იგი, იქ ნელ-ნელა სხეულში პროცესები არის ისეთი, რომელიც შეიძლება ესე თვალით უცბად არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოვლინებებით მე აღვიქვამ ჩემი სხეულის ხრწნადობას. რას ნიშნავს ეს? რომ ესე იგი კბილები მიფუჭდება, ვთქვათ, მიბერდება სხეული, სახე მიბერდება, მიჭაღარავდება, ვთქვათ, თმა, ეს ერთ-ერთი ნიშანი არის სიბერისა, თუმცა თმის გაჭაღარავება ახალგაზრდობაშიც ხდება და მაინც და მაინც ეს არ არის პირდაპირ სიბერეზე მიმანიშნებელი, მაგრამ მიმანიშნებელი არის აი ამ, ასე ვთქვათ, ხრწნადობაზე ზოგადად. ესე იგი, ჩვენ ყველას ახლა აქ ვინცა ვართ, ხო, ადამიანები, ქრისტიანებიც, ჩვენ გვაქვს ისეთი სხეული, რომელიც ექვემდებარება ხრწნადობას. აი უკვე ქრისტეს მოსვლისას პავლე მოციქული გვეუბნება იმას, რომ ჩვენ შევიცვლებით, ესე იგი გამოგვეცვლება სხეული და გვექნება უკვე განდიდებული სხეული, რომელიც აღარ დაექვემდებარება ხრწნადობას. ესე იგი ეს ძველი სხეული კი არ შეგვინარჩუნდება, არამედ გვექნება უკვე განდიდებული სხეული და მარადისობაში ჩვენ ღმერთი გვეუბნება იმას, რომ მარადისობაში ჩვენ არ ვიქნებით სულები, არამედ ჩვენ გვექნება სხეულები, ოღონდ განდიდებული აბსოლუტურად უნაკლო სხეულები. აი ეს არის ერთ-ერთი სასიხარულო მოძღვრება, რომელსაც ღმერთი ჩვენ გვაცნობებს და არ გვტოვებს უიმედობაში, გაურკვევლობაში, არ გვტოვებს ჩვენ
სიკვდილთან, ასე ვთქვათ, პირისპირ და ქრისტე გვეუბნება იმას, რომ მან გააუქმა სიკვდილი. და მომენტალურად, როცა ქრისტიანი გარდაიცვლება, გადაინაცვლებს ქრისტესთან სამოთხეში, მისი სული ესე იგი და ქრისტეს მოსვლისას ეს სულები შეიმოსავენ განდიდებულ სხეულებს და მოხდება აი ამ გაგებით მათი მკვდრეთით აღდგომა. აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა ამ საკითხის ირგვლივ. მადლობა მოსმენისათვის. ეს ჩემთვისაც კარგია და თქვენთვისაც კარგია, ვინც ამას მოისმენს და კიდევ ერთხელ დავფიქრდებით აი ამ საკითხზე, ვისაც გვიფიქრია, ვისაც არ უფიქრია, იქნებ ახლა დაფიქრდეს. ასე რომ ორმაგად სასარგებლოა ეს ჩემთვისაც და მსმენელებისთვისაც. ნახვამდის.